Apple-ის დამფუძნებელი Steve Jobs-ი ამის პირდაპირ ეთერში გარდაიცვალა, მას სიმსივნე ჰქონდა და ის სიკვდილის წინ ძალიან ბევრს ყვებოდა. მან თქვა გენიალური რამ თავის თავზე, როდესაც ის ლაპარაკობდა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თქვენი საცხოვრებელი სახლი 2000 კვადრატული მეტრია თუ დაუშვათ 40 კვადრატული მეტრი. მთავარი არის თქვენ როგორ გრძნობთ თავს. მაგალითად მე ჩემს 40 კვადრატულ მეტრ ბინაში ბათუმში ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. Steve Jobs-მა თქვა, რომ მეო აი ამ უზარმაზარ სასახლეშიო სულ ვიყავი მარტო. არავითარი მნიშვნელობა არ აქვსო. დამიჯერეთო თქვენ ხელზე აი ესეთი $20 საათი გიკეთიათ თუ $200,000-იანიო. ორივე მათგანი აჩვენებს დროს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს თქვენ დაუშვათ 9 მილიონიანი ან 1 მილიონიანი ავტო ყავთ თუ დაუშვათ $5,000-ად ნაყიდი. ორივე ეს ავტო ასრულებს ერთ და იგივე ამოცანას. გადაგიყვანოთ A პუნქტიდან B პუნქტში. თავარია იყოთ ბედნიერი. ამ ადამიანმა თქვა, რომ მეო მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე სამუშაოსო. იცით თქვენ Apple-ის გამომგონებელი ჩემო ბატონო Steve Jobs-ი. და აი საკმაოდ უბედური წავიდა ამ ქვეყნიდან. ამიტომ ჩემს წინა ვიდეოებს მოყვარო, აბა შერას გვირჩევ და იქ რა გინდოდა რომ გეთქვა და რა მინდოდა მეთქვა ერთმა ძალიან კარგად მithქვა რომ დაღეჭილად ამბობთ ისედაც ყველაფერსო. რა მინდოდა მეთქვა? მეორე მიქის მომიყვანა ქართული ანდაზა შენო იმას ამბობ ჯერ თავო და მე არ ვამბობ ბატონო რა დროს ეგ პრიმიტიული ანდაზა. მე ვამბობ იმას მესამე კიდე ბიბლია მომიყვანა რომ იყო წერიაო გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავით ვისიო და ისა და მოყვასის ყურადღებაზე ქონდა ხო და იქ ჯერ კი წერია გიყვარდეს მოყვასი შენი მაგრამ აი ის უფრო მნიშვნელოვანია ვითარცა თავით ვისიო. აი შენი თავი რო გიყვარს ისე შეიყვარეს სხვაცო. ხო და ეხა შენი თავი თუ არ გიყვარს სხვას როგორ შეიყვარებ ეგ ჩემთვის დიდი ხათაბალა ამოცანა იყო. მოკლედ რა მინდა ვთქვა